სასურსათო უსაფრთხოება ქვეყანაში ადგილობრივ პროდუქციაზე ფიზიკურ და ეკონომიკურ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. სოფლის მეურნეობა მთავარი დამსაქმებელია. დასაქმებულთა 53% სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ამიტომ ამ სამუშაო ძალის სტრატეგიული გამოყენება საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს. სოფლის მეურნეთა 54% ქალია და ამდენად ეს სექტორი გენდერულად ყველაზე დაბალანსებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორის განვითარებით სახელმწიფო თანაბრად შეუწყობს ხელს როგორც კაცებს, ასევე ქალებს და რაც მთავარია, გააუმჯობესებს ქალების ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა სურსათის დაბალი წარმოება, რაც მაღალ ფასს განაპირობებს. საქართველოში მოხმარებული სურსათის 70%-ზე მეტი იმპორტულია. შემოსავლის 54% მოსახლეობას სურსათზე ეხარჯება. გაეროს მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სურსათში იმპორტის წილი არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს. 2012 წელს საქართველომ 1,1 მილიარდი ამერიკული დოლარის სურსათის იმპორტი განახორციელა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ია. შინამეურნეთა 18% საქართველოში ყოველთვიურად ცესხულობს ფულს სურსათის შესაძენად. ძირითადი სურსათი საქართველოში პური და პურპროდუქტებია. პურისა და პურპროდუქტების მოხმარება ორჯერ აღემატება ფიზიოლოგიურ ნორმას. საქართველოს მხოლოდ 12% შეუძლია ხორბლით თვითუზრუნველყოფა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივად წარმოებული ხორბალი პურზე და პურპროდუქტებზე მოთხოვნას მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში დააკმაყოფილებს. მსოფლიოს ქვეყნებში სურსათის 80% იწარმოება ადგილობრივ საოჯახო მეურნეობებში. რაც განსაზღვრავს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიას. ქვეყანაში ადგილობრივი სურსათი უნდა იყოს საკმარისი და მასზე ყველას მიუწვდებოდეს ხელი. ამიტომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მცირე მეურნეობას საქართველოში.